1954 წელს ჩამოვედი თბილისში და დავიწყე სწავლა 10 წლებში. მაშინ 10 წლებში ესე იგი საშუალო სკოლაც იქვე იყო და მე 11 კლასში ვიყავით. ესე იგი და რა თქმა უნდა შევედი დავჯექი ერთხელ და ჩემ გვერდით მოხვდა ახალგაზრდა ყვაწვილი. როგორც გავარკვიე მე ეს იყო ასიკო მეგრელიძე. ანუ დიდი აქსენტი მეგრელიძის შვილი. გავესაუბრეთ ერთმანეთს რაღაც და აღმოჩნდა რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესები ჰქონდა. ხო და დავიწყეთ ასე ვთქვათ ექსკურსიების გაკეთება ეს ეკლესია მონასტრებში. მე სადრეცა ვთქვი უბრალოდ ახლა შესავალის სახით ზეგი ჩვენი პირველი ის იყო ზედაზენზე გაგი მოსეშვილი რო გავიცანით, მაგრამ მანამდე ესე იგი მე ჩვენი საუბრებიდან და რაღაც წიგნი მათხოვა ესე იგი აბა თვალი გადაავლეო ეს იყო ლეო ტაქსილის გასართობი ბიბლია. გადავავლე თვალი რაღაც და გადავიკითხე და რაღაც არ მომეწონა ეს ახლა ეს ცნობილი წიგნია ლეო ტაქსილის ცოტა ისეთი აგდებული მიდგომა ამ რელიგიის მიმართ და დავინტერესდი და თელავში რო ჩავედი არდადაგებზე მივედი თელავის ღვთაების ეკლესიაში. ესე იგი მაშინ მოძღვარი იყო გრიგოლ ცერცვაძე. მივედი გავეცა ესე იგი და უთხრე რომ მამაო ბიბლია მინდა მეთქი. ესე იგი და შემომხედა ახლა მაშინ ხო ჩვენი თაობა საერთოდ ათეისტურად იყო აღზრდილი და ცოტა გაუკვირდა და ვინახა რომ უთხრა მე ვთქვი თელაველი ვარ მეთქი. რა გვარი ხარო მე ვთქვი მუნჯიშვილი გურუშას შვილი ვარ მეთქი. გურუშას ბიჭი ხარო შენო. კაი შევიდა და გამომიტანა ძველი მაშინ სად იყო ახლა რო აიბეჭდება სახარება და ბიბლია. სახარება გამომიტანა ძველი გამოცემა მე-19 საუკუნის ესე იგი წაიღეო და წავიღე წიგნი და დავიწყე კითხვა რაღაც ზოგი მესმოდა მაშინ ზოგი არ მესმოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავინტერესდი მაშინ და აი რო ჩამოვედი თბილისში ესე იგი არდადაგების შემდეგ აი სწორედ მე წავედი ზედაზენზე და გავეცანით გაგი მოსეშვილს. მე ადრე მოვყევი და გაგი მოსეშვილზე ცალკე ის ჩაწერილი გვაქვს ჩვენ ესე მოგონება, მაგრამ ახლა მინდა უბრალოდ სხვა ეპიზოდი გავიხსენო მასთან დაკავშირებით. ახლა როგორც გაირკვა ასიკო მეგრელიძე მონათლული არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ თაობას არ ნათლავდნენ საერთოდ. მე ძალიან გვიან მოვინათლე. ხო და გაგიმ რო გაიგო თქვა უნდა მოგნათლო მე უნდა მოგნათლო და აი გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სვეტი ცხოველში ესე იგი არა უბრალოდ თვითონ გითხრა რომ ამადა დღეს მოხვალთ მცხეთაში სვეტი ცხოველში მე ჩამოვალო ზედაზენიდან და ჩავატართო მართლა მივედით იქე და გაგვაცნო აი ეს მამაო ჩაატარებს ნათლობას ეს მე ვიტყვი ნათლიაო და ესე იგი ისაესო არქიმანდრიტი პართენი ძალიან სიმპათიური ხანში შესული კაცი იყო ესე იგი პართენი ჩავატარეთ ნათლობა ესე იგი მონათლა გაგემ ასიკო და მე გავიგეთ ეს პართენი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო თავისი ისტორიით ის იყო წარმოშობით გუდამაყრის ხეობიდან სოფელ დუმაცხოდან არის ასეთი ეს გუდამაყრის ხეობა საერთოდ საოცარი ხეობაა მე ვიყავით მე და ასიკო ამ ხეობაში ესე იგი სხვათა შორის იქიდან არის გოდერძიჩოხელი აი გუდამაყრის ხეობიდან ეს პართენი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის პიროვნება აღმოჩნდა ესე იგი
ახალგაზრდა რო იყო ოჯახი გადასულა ვლადიკავკაზში მერე იქიდან ესე იგი ეს გამოპარულა სახლიდან ესე იგი რომ ზამთარში ჩამოსულა შიომღვიმის მონასტერში იქ დაეყუდა მორჩილად ესე იგი და მოკლედ აი ასე ნელ-ნელა დაიწყო მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიაში და სხვათა შორის 1940 წელს დაიჭირეს ეს მისი მონაყოლიდან ვიცი დაიჭირეს და 1-4 თუ 5 წელი იჯდა ციხეში და რომ გამოვიდა წავიდა ზედაზენზე ესე იგი ერად ზედაზენზე და აი სწორედ 46 წელს ესე იგი 1946 წელს კალისტრატე ცინცაძის თხოვნით და უბრალოდ მოთხოვნით მან დატოვა ზედაზნის მონასტერი და ჩამოვიდა მცხეთაში ჩამოიყვანეს და აი ესე იგი ბოლოს არქიმანდრიტი გახდა სხვათა შორის მე გავარკვიე ჩვენ რომ აი გაგი ზედაზენზე იყო აი მის შემდეგ ის რო ჩამოვიდა ესე იგი რამდენიმე წლის შემდეგ გაგი წავიდა ზედაზენზე ესე იგი ერად და ასე ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა მე და ასიკო ჩავდიოდით ხოლმე უკვე პარტენთან საუბრობდი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო ხო და 1984-ში გარდაიცვალა და დაწაფლავებულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში იქ პატარა ნეკროპოლია სხვათა შორის მამა გაბრიელიც იქ დაასაფლავეს აი ესეთი იყო ისა სხვათა შორის მე ამის შემდეგ ესე იგი გაგი მოსეშულმა გაგვაცნო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება გითხრა რომ ამა და ამ დღეს დილით უნდა იყოთ ბეთანიაშიო უნდა დაასიყო წავედით ესე იგი ბეთანიაში უთენი ამივედით ღამე წავედით ესე იგი მივედით და გაგვაცნო იქ ესე იგი მამა იოანე ხლავინი ხო საერთოდ ბეთანიაში მოღვაწეობდა 2 იოანე იყო უფროსი იოანე ესე იგი ეს ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე უფროსი იყო და შემდეგ ცოტა მოგვიანებით მას შეუერთდა გიორგი მხეიძე ასევე იოანე ანუ იყო იქ 2 იოანე იყო იოანე უფროსი ვასილ მაისურაძე და იოანე უმცროსი გიორგი მხეიძე ნუ ჩვენ რომ მივედით ბეთანიაში უფროსი იოანე აღარ იყო ცოცხალი უკვე 57-ში გარდაიცვალა ის და ჩვენ ვიყავით დაახლოებით 60 წელში მე მგონი ესე 60 წელში გაგვაცნო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო ეს ნუ ცნობილია მე ასე მოვნათლეთ უფროსი იოანე რომელიც ჩვენ ვერ გავეცანით და უმცროსი იოანე ეს გიორგი მხეიძე იქაც დავდიოდით ხოლმე ესე იგი საუბრებოდა რაღაც 62-ში გარდაიცვალა ეს იოანე და სხვათა შორის იქ აღმოსავლეთის კედელთან გარეთ ეზოში ორივენი ეს იოანე უფროსი და იოანე უმცროსი გვერდ არიან დასაფლავებული ძალიან საინტერესო ორივე ძალიან დიდი მოღვაწე იყო და ძალიან დიდი ამაგი დაძდეს ბეთანიის მონასტერს აი ესეთი იყო მოკლედ და უნდა გავიხსენო კიდე ერთი სასულიერო ქართველი მღვდელი რომელსაც მოგვიანებით შევხვდით მას ამ ისტორიას უпроსტად ამ პატარა მოთხრობას მოგიყვები ახლა ესე იგი 1998 წელს მე ასიკონდა ზალიკო ურუშაძე ეს ჩვენი უმცროსი მეგობარი არის რომელიც მიხაურში გურიაში ცხოვრობს და ძალიან კარგი ქართველია და კარგი ქართული ოჯახიდან არის და თბილისში იყო მაშინ
შვილების გამო, შვილების აღსწავლობდნენ ისი ხო და აი გადავწყვიტეთ წასვლა კახეთში ექსკურსიაზე. ვიყავით ესე იგი ზალიკო იყო თავისი მანქანით, მე დალია ვიყავით და პატარა ნინიკო შვილიშვილი ყავდა 6 წლისა და ასიკო მეგრელიძე და ნატო მოისტრაფიშვილი მისი მეუღლე. აი ეს შედა წავედით ბახტრიონზე, მე ალავერდში გამოვიარეთ და დაახლოებით 12 საათი იყო, რომ ალავერდიდან გამოვედით და ვთქვით, რომ აწყურში ავსულიყავით, აწყურის თეთრი გიორგიეს განთქმული. ესე იგი ეკლესია მონასტერია. ხო და ავედით აწყურში დაახლოებით 12 საათი იყო მე მგონი და შევედით ეკლესიაში. ეს მოდელი წინამძღვარი, ესე იგი ჯვრისერის ცერემონიალს ატარებდა, ჯვარცაც წერდა. ნუ ჩვენ ჩუმად სანთლები დავანთეთ რაღაცა და ხელი არ შეგვიშალა, გამოვედით გარეთ. 5 წუთი შემდეგ გამოვიდა ამ დამხმარე ამ მოდელის დამხმარე და მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მამაო შემოგითვალათო, რომ დარჩითო, ესე იგი თუ არ გეჩქარებათო დარჩითო, მე მალე გამოვალო და უთხარი კი ბატონო მეთქი, გამიკვირდა რა ხო და ერთი 10 წუთში გამოვიდა ესე მოდელი, მოვიდა გამარჯობა პერიმაჟორ. მითხრა, მეო იმიტომ დაქტორეო, რომ ჯვარი უნდა დაგწერო ეხლაო. და გამიკვირდა ესე იგი გამეცინა არ ვიყავით პედალია ჯვარდაწერილები ესე იგი. კი ბატონო მეთქი უთხარი, რაღაც ისე მითხრა, ხო და ნუ როგორც მე გაირკვა ალიას უთქვია იქ. ჩუმად რომ დავიცადოთო ესაო, მე არ მითხრა ესე იგი ლია. ხო და შეგვიყვანა ესე იგი. და ჩავატარეთ ესე იგი, ჩვენ თვითონ ავგალობდით, ზალიკო კარგად ღერით, ასიკო კარგად მღეროდა, ერთმა ანათოს და ნუგლეთან ვიგალობდით და დაგწერა ჯვარი. ახლა გამოვედი მე მადლობა გადავხადეთ რაღაც და მივედი სალარო იყო და სალაროში და მითხარით რამდენი უნდა გადავიხადოთ. არაო მამაო გაგვაფრთხილაო, რომ ესე იგი თქვენო არ გამოვერტათო. მე იქ ფოტოგრაფი იყო, რომელიც სურათებს შეევდა, მივედით ის მაშინის იყო, მაშინვე რომ გაძლევენ ფოტოს. მოგცა ფოტო ესე იგი და მითხრა რომ არაო მე თქვენგანო გაფრთხილებული ვარო, ფულს არ გამოვერტნო. ნუ დიდი მადლობა გადაუხადე, მივედი მამაოსთან და მეუთხარი რაღაც უხერხულად ვარ მეთქი ესე იგი და არაო რასაო ესეო. ხო და წავალთ მეთქი, შაწახვალო, როგორ გაგიშვებ ეხლაო, ქორწილი უნდა გადაგიხადო. მოიცა ცოტა ხანსო და იქ ეზოში სატრაპეზო იყო. კაი მოზრდილი დარბაზი იყო ესე იგი. შეგვიყვანა იქა და სუფრა გაშლილი, იქაური ახლობლები, სოფლელები, ვიღაცები, რამდენიმე დაახლოებული ხალხი ვინც იყო მასთან, ამ ხუდელთან ესე იგი და მოვედით მოკლედ, ხო ეს დღე არა ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დიმიტრი შაბათი. დიმიტრი შაბათი ესე იგი ეს ძალიან ისეთი აღსანიშნავია ქართულ ეკლესიაში, რომ ხო სულ მაინტერესებდა ვინ იყო მეთქი, ეს იყო დიმიტრი თესალონიკელი ბერძენი წამებული, რომელიც დიოკლეტიანეს დროს 306 წელს აწამეს ესე იგი ეწამა და სხვათა შორის აი სალონიკის მფარველი არის ის წმინდანად არის შერაცხული. და აი ეს დღე იყო და ძალიან ბევრი შესაწირი იყო მთელი სოფლის ესე იგი ისე და მოკლედ პურმარილი გაიშალა რაღაც ზღაპრული. კარგად მოვილხინეთ, ვიმღერეთ ისე და აი ესე დამთავრდა ჩვენი ექსკურსია იმ დღეს. საინტერესო იყო ძალიან. ეს
მოკლე რამდენიმე ისტორია ვისთანაც მქონდა ურთიერთობა. ეს ხო და ეს მღვდელი მე გავიგე, ეს იყო რუისპირელი ალექსი ძამუღაშვილი. ძალიან კარგი პიროვნება სამწუხაროდ გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი კეთილშობილი კაცი და აი ნამდვილი ქართველი მღვდელის განსახიერება ასე ვთქვათ. ღმერთმა ნათელში ამყოს.